მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი გამოცანა ნომერი 37. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის იმპულსის გეგმილი დროის განმავლობაში იცვლება შემდეგი კანონითო დამოცემული გვაქვს, რომ იმპულსის X მდგენელი დროზე შემდეგი სახით არის დამოკიდებული Px უდრის P0 კოსინუს ომეგა t-ს, სადაც P0 და ომეგა მუდმივებიაო, ესე იგი P0 და ომეგა მუდმივებია. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილზე მოქმედი ძალის fx გეგმილი. ესე იგი fx ვეკითხებიან. გამომდინარე იქიდან რომ ძალა განიმარტება როგორც fx ციტოლი არის იმპულსი წარმოებული dpx dt, მომდით ორიოდი სიტყვა თქვა, რატომ არის ეს ასე? გამომდინარე იქიდან რომ px არის ეს გვექნება ტოლი იქნება ეს ddt, იმპულსი არის mv ხო, mvx იქნება mvx. იმპულსის მნიშვნელობა ჩავსვით. და კერძო შემთხვევაში, როდესაც მასა მუდმივი არის, ხო, შეგვიძლია გაწარმოების ნიშნის გარეთ გავიტანოთ, ეს გავა გარეთ, შესაბამისად დაგვჭირდება შემდეგი გამოსახულება mdvx dt, ხო, ასე. ხო, რაც შეეხება იმ გამოსახულებას, წარმოებული სიჩქარის დროით, ეს არის განმარტებით აჩქარება, შესაბამისად მივიღებთ მასისა და აჩქარების ნამრავს და როგორც ხედავთ, ძალა უდრის მასისა და აჩქარების ნამრავს. ანუ კერძო შემთხვევაში, როდესაც მასა არის მუდმივი, მიიღება რომ მივიღებთ ნიუტონის მეორე კანონს. ნუ ბუნებრივი არის ეს უფრო ზოგადი ფორმა არის ნიუტონის მეორე კანონში, რადგანაც ითვალისწინებთ მასის არამუდმივობასაც, მაგრამ კერძო შემთხვევაში ვიღებთ მასისა და აჩქარების ნამრავს. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ გავარკვიეთ რომ თურმე ძალა მეორე მხრივ ნიუტონის მეორე კანონი შეგვიძლია ჩავიტაროთ შემდეგი სახით dpx-ი dpx-ის px-ის წარმოებული დროით. ასე, ახლა გავითვალისწინოთ მოცემულობით px-ის მნიშვნელობა და ჩავსვათ აქ. ესე იგი იქნება წარმოებული დროით p0 კოსინუს ომეგა t. p0 მუდმივი არის და შეგვიძლია გაწარმოების ოპერატორის ამ შემთხვევაში გარეთ გავიტანოთ. წარმოებულის ნიშნის გარეთ შესაბამისად იქნება p0 ddt კოსინუს ომეგა t. ეს უდრის p0 გამრავლებული კოსინუს ომეგა t-ს წარმოებული არის მინუს კოსინუს ომეგა t, ამიტომ მინუსი დავუწეროთ აქ, მინუს სინუს ომეგა t. გამომდინარე იქიდან რომ კოსინუს ომეგა t რთული ფუნქცია არის, მაგრამ არგუმენტში კიდე ფუნქცია გვაქვს მოცემული. კიდე ეს უნდა გამრავლდეს რთული ფუნქციის გაწარმოების წესიდან გამომდინარე წარმოებულზე დროით ომეგა t-ს. ეს ტოლი იქნება მინუს p0 აქ t გამოგჭა სინუს ომეგა t. ომეგა მუდმივი არის, გარეთ გამოვა, ეს გამრავლდება ომეგაზე და t-ს წარმოებული კიდე დროით ერთის ტოლია, ამიტომ ეს გამრავლდება კიდე ერთზე. და ეს მივიღეთ საბოლოოდ რომ ეს უდრის მინუს p0 ომეგა სინუს ომეგა t. ესე იგი საბოლოოდ თუ დავწერთ ჩვენ პასუხს, ძალის x გეგმილის დროის დამოკიდებულებას ჰქონია შემდეგი სახე მინუს p0 ომეგა სინუს ომეგა t.